მოგესალმებით, ამ ვიდეოში გასწავლით საკმაოდ კარგ და მნიშვნელოვან რამეს და გასწავლით როგორ შეიძლება შევქმნათ დაცული საქაღალდე და რას ნიშნავს ეს. აი მაგალითად ჩვენ ვიყენებთ ყოველდღიურად Messengers, Facebook, WhatsApp, Viber და სხვა ნებისმიერ აპლიკაციას, ან თუნდაც გალერეას, ან ფოტოს ვიღებთ, ან ვიდეოს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ კერძო საქაღალდე, ანუ დამატებითი აპლიკაცია არის, რომელსაც როცა დავაჭერთ, გვექნება ჩვენი პაროლი, ჩვენი თითის ანაბეჭდი, ანუ არ გულისხმობ იმას, რომ ეს ტელეფონზე რაც გვაქვს, ის თითის ანაბეჭდი. ან პაროლი, ანუ აქ სხვა პაროლი და სხვა თითის ანაბეჭდი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ ამ უსაფრთხოების მიზნით დაცულ საქაღალდეში და იქ შეინახოთ თქვენი ფოტოები ცალკე ის რომ აქ არ გადმოვიდეს, ანუ ამ გალერეაში რაც გვაქვს, ანუ ეს ფოტოები რაც აქ გვაქვს, ის რომ არ გადმოვიდეს, შეგვიძლია გავაკეთოთ ეგრე რა. კარგი, პირველ რიგში, არა მხოლოდ ფოტოებზე არის ეს საუბარი, არამედ Messenger-ი შეგიძლიათ გახსნათ ცალკე, Facebook-ი გახსნათ ცალკე ისე რომ, ანუ გარეთ აპლიკაციებს არ შეეხებით, გექნება თქვენი დაცული საქაღალდე, იქ შეხვალთ, თქვენი პაროლი გექნებათ და როცა შეხვალთ მასში, რასაც გააკეთებთ და რასაც შეინახავთ, ის გარეთ არ გადმოვა. კარგი, მის გასააქტიურებლად უნდა შევიდეთ პარამეტრებში, შემდეგ ქვემოთ ჩამოდით, აირჩიეთ დაცვა და კონფიდენციალურობა, აი ნახეთ, დაცვა და კონფიდენციალურობა და შემდეგ აირჩიეთ უსაფრთხოების სხვა პარამეტრები. გადავიდეთ მასში და აქ არის დაცული საქაღალდე, როგორც ხედავთ, ნახეთ, დაცული საქაღალდე, შევიდეთ მასში და უკვე იწყება რეგისტრაცია, აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ პირობები თუ რას გთავაზობთ და როგორ. შემდეგ დააჭერთ გაგრძელებას, შემდეგ სააჭერთ დაელოდებით რომ მოვერგოს სისტემას, იმიტომ რომ ეს ცალკე აპლიკაცია არის, რომელშიც ეს ინფორმაციები ინახება მხოლოდ ამ აპლიკაციაში და გარეთ არ გადმოდის, ანუ ამ აპლიკაციაში რომ შეხვალთ და გახსნით კამერას და ფოტოს გადაიღებთ, მხოლოდ ამ აპლიკაციაში დარჩება, ამ აპლიკაციაში რომ შეხვალთ და Messengers გახსნით, ან Facebook-ს გახსნით, ან ნებისმიერ აპლიკაციას, რასაც გახსნით და შეიყვანთ, ის მხოლოდ ამ აპლიკაციაში დარჩება რა. კარგი, აქ არის პინი, პაროლი, ნიმუში, თითის ანაბეჭდი და ასე შემდეგ, აქ შეგიძლიათ ნებისმიერი დააყენოთ რა. მოდი ავირჩიო პინს. აქ შეგიძლიათ სხვა პინი დააყენოთ, აქ ანუ არ ეხებით საერთოდ ტელეფონზე რა პინიც გიყენიათ, ეს არაფერ შუაში არ არის. მოდი აქ დავაყენებ რას, მაგალითად 1 2 3 4 5 6. ვაჭერ გაგრძელებას. გამოვიყენე 1 2 3 4 5 6. ოკეი. დაშვება. შემდეგ. ფონური აქტივობა დაშვებულია, როცა დაბლოკილია, ყველა აპლიკაცია დაიხუროს, სანამ დაბლოკილია. მოდი მეორეს ავირჩევ, შემდეგი შესრულდა. მორჩა. ეხლა ნახეთ რა ხდება. გარეთ დაიმატება ეხლა დაცული საქაღალდე, ნახეთ, დაცული საქაღალდე გავხსნათ და აქ უკვე მოითხოვს პინს. მაგრამ ჩვენ ბოლომდე არ გამოვსრულოთ, მოდით ახლა თავიდან გამოვალ ბოლომდე. ანუ გახსნილი არის 3 წელიწადს დავაჭირე და დაბლოკვა და გასვლა. მორჩა. ანუ ყოველი გამოსვლისას ეგრე გააკეთეთ, ან ტელეფონი დაბლოკეთ, თავიდან გახსენით და როცა გახსნით აპლიკაციას, მოითხოვს უკვე პინს. ან თითის ანაბეჭდს, რასაც დააყენებთ. ეხლა პინი იყო 1 2 3 4 5 6, ხო? всё, შევედი მასში. ეხლა მაგალითად გავხსნათ კამერა და გადავიღოთ ფოტო, მაგალითად გადავიღოთ selfie. ესე გამარჯობათ. გადავიღოთ. აი გადავიღე, ხო? ეხლა ეს ფოტო გარეთ გალერეაში არ მექნება მე. ანუ აქ არ იქნება არანაირ შემთხვევაში. ანუ აქ არ მაქვს, როგორც ხედავთ. და ეს ფოტო იქნება მხოლოდ და მხოლოდ ამ აპლიკაციაში, დაცულ საქაღალდეში. აი აქ გალერეაში თუ შევალ, ნახავ ამ ფოტოს, ნახეთ, ესეც გადაღებული ფოტო. მოკეთ, როცა გამოვალ აპლიკაციიდან და თავიდან შევალ, პირდაპირ შევალ რა, მაგრამ თუ მე ტელეფონს დავბლოკავ და თავიდან გავხსნი, ამ შემთხვევაში თავიდან შესვლის დროს მომთხოვს პინ კოდს. მაგრამ თუ გვინდა რომ არ დავბლოკოთ და როცა თავიდან შევალ და ისო პინ კოდი მოგთხოვოს, შესული როცა ვარ, დავაჭიროთ 3 წერტის და
დაბლოკა და გასვლას დააჭირეთ. ნახეთ, დაბლოკა და გასვლა. გავედით, თავიდან შევედი, ისევ პაროლს ვთხოვს რა. თქვენ შეგიძლიათ ახლა აქ პლუს ღილაკს დააჭიროთ და დაამატოთ სასურველი აპლიკაცია. მაგალითად, მე მინდა აქ დავამატო Facebook-ი, დავამატებ Instagram-ს, ასევე Viber-ს, TikTok-ს, თუნდაც WhatsApp-ს და დავამატოთ რა კიდევ. Messenger-ს ვეძებ, მაგრამ რაღაც ვერ ვიპოვე. აი, აქ არის, ნახეთ, Messenger. დავამატებ. ნახეთ, ეს აპლიკაციების დაემატა რა. მე შემიძლია ახლა ცალკე Messenger-ი გავხსნა მაგალითად და შევიყვანო სხვა პაროლი. და მხოლოდ ამ აპლიკაციაში უსე შევვალ, ანუ დაცულ საკაღალდეში გამოვიყენებ მას რა. საკმაოდ კარგია და პრაქტიკული აპლიკაცია არის. ესე კონკრეტულად თქვენთვის რაღაც ჩანაწერები გააკეთოთ მაგალითად, ან Facebook-ი გახსნათ, ან ჩემ ფაილებში რაღაც შეინახოთ. ნახეთ. აქ არ გვიჩვენებს არაფერს სხვას. აქ არის მხოლოდ ის, რასაც გავაკეთეთ ამ აპლიკაციაში. ხო, მოკეთ, მე მინდა რომ გამოვიდე ახლა ისე რომ დაიბლოკოს. დაიბლოკა უკვე. სულ ეს იყო მეგობრებო, ვიდეო ამით დასრულებულია. გამოიწერეთ ისწავლემეტის YouTube არხი, ასევე გააქტიურეთ ძალისხილაკი და თქვენ აღარ გამოგრჩებათ ახალი და საინტერესო ვიდეო გაკვეთილები და ვლოგები.